მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ფაქტორი პაატა ბაირახტართან ერთად, სადაც ტრადიციულად ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ. დღევანდელი ჩვენი ეთერი კი სრულად დაეთმობა ჩვენ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში შშმ პირების ყოველდღიურ ცხოვრებას, იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც ისინი აწყდებიან ყოველდღიურად და ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ამ გამოწვევებზე უფრო დეტალურად. ჩვენი სტუმრები კი არიან ესმა გუმბერიძე, სამოქალაქო აქტივისტი და გიგა სოფრომაძე, მერიის შშმ პირთა საბჭოს ყოფილი აღმასრულებელი მდივანი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, საღამო მშვიდობის ყველა. სტუმრებთან ერთად უნდა გავაგრძელოთ ამ მნიშვნელოვან თემაზე და იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც დღეს შშმ პირებს ყოველდღიურად უდგათ. ესმა დავიწყოთ თქვენით საუბარით, ჩვენი პირველი სიუჟეტის მთავარი გმირი სწორედაც თქვენი ყავით და მინდა იმ პრობლემებზე ვისაუბროთ, რომელი პრობლემების ყოველდღიურად უდგას შშმ პირებს და სახელმწიფოს მხრიდან აი ეს პრობლემები რამდენად არის გათვალისწინებული, აი ეს იქნება ძალიან საინტერესო. ხო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ის მინდა განმარტო, რომ ხა არავის იმედი შეიძლება ამ წუთას არ მაქვს საჯარო სამსახურებში, იმიტომ რომ კარი რაღაც ურთიერთობის არის ძალიან დადახურული. აღარც საკონსტიტუციო საბჭოები არ ფუნქციონირებს დიდად, მერის დონეზე არსებობს, მაგრამ დაიყვანეს წელიწადში 1 შეხვედრამდე, როცა ადრე იყო წელიწადში 4 შეხვედრა უნდა ყოფილიყო დებულებით, ეს ნიშნავს, რომ რა ვიცი, აი სადემონსტრაციოდ შეიძლება შეხვდნენ ალბათ 3 დეკემბერს, არ ვიცი, პირობითად. და როგორც მე ვთქვი, არჩევითი თანამდებობის პირები არ ხვდებიან ადამიანებს, რომ მოინდომო მოქალაქეთა მიღების საათები არ აქვთ. და ესე აი დარეკვით ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მაქვს იმის იმედი, რომ ოდესმე ვითარება გამოსწორდება, იმიტომ რომ იმედი რომ თუ არ მექნება მაგისი, ალბათ არ ვიცი, უნდა დავიხურო ქუდი და წავიდე სადღაც სხვა ქვეყანაში. ამის იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომაც ვლაპარაკობ ამაზე, ამის საწდომობაზე, იმიტომაც ვრეკავ, მაინც ვწერ სხვადასხვა სამსახურებს, უბრალოდ არ ვიცი, იცით, არაპროფესიონალიზმის ბრალი არის რაღაც ნაწილი მაგისი, რაღაც ნაწილი გულგრილობის, იმიტომ რომ განცდა აქვთ, რომ არავინ ან 1-2 ადამიანი მიაკითხავთ და კითხვას დაუსვამთ თუ როგორც არის, ზუსტად რისი ბრალი არის, არ ვიცი, ამ ორიდან ერთ-ერთის, ხო, იმიტომ რომ ის ინფრასტრუქტურაც კი, რომელიც უკვე არსებობს, არ არის აწყობილი, მაგათაც რაღაც რო შეაკეთო, თქვა შუქნიშანი გაფუჭდა, ხო? ეს ხო რიგითი პრობლემაა, რომელიც შეიძლება ყოველ დღე ხდება. რა თქმა უნდა, ქალაქში ყოველ დღე შუქნიშნები ფუჭდება, დარწმუნებული ვარ ამა თუ იმ ადგილას. ეხლა ის თუ როგორ უნდა გამართო ხმა ამ დროს, ეს ხომ უნდა ქონეთ უკვე რაღაცა ინსტრუქცია, ყოველ ჯერზე ესე სათითაოდ ხო არ შეიძლება რომ ჩვენ მერე ვრეკოთ და ვთქვათ რომ ეს ახლა ძალიან ხმადაბალზეა და არის მის ან 2 შუქნიშანი როა ზედიზედ რომ ერთ-ერთ სხვადასხვა ხმა უნდა ქონეთ რომ მე მესმოდეს რომელი მხარის რომელ გზაზე გადასაკვეთის ხმა არის, ხო? რაღაცა ახსენეთ, რომ გვიწევს ხშირად დარეკვა და შეტყობინება კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებითო. საინტერესო არის რეაგირება როგორი არის აი ამ შეტყობინებებზე, რამდენად ოპერატიულია ამ ყველაფერზე რეაგირება. ეხლა ძალიან რთულია თქმა, არ ვიცი. აი ახლა შუქნიშნებზე 1-3 მაინც დავრეკე, მისამართი სითხოვენ, მისამართით ჩავაწერინე, მითხრეს რომ ერთხელ გადმომირეკეს კიდეს და მითხრეს რომ მოვახდენთ რეაგირებას, მაგრამ რამდენიმე დღე ისევ ესე არის და იქ მაგალითად ბოჭორმას ქუჩაზე ერთ მხარეს საერთოდ ღილაკი არ მუშაობს შუქნიშნის, მეორე მხარეს მუშაობს, ესე იგი ზოგადად არსებობს, ხო? სტანდარტი არ არის არსად დაცული. იქ 300 არაგვერის მეტროსთან უშუალოდ მაგალითად მწვანეზე შუქნიშანი საერთოდ ჩუმდება. ეს ხო შეიძლება რომ ერთხელ და სამუდამოდ იცოდე როგორ უნდა დააყენო და უბრალოდ მიხვიდე და ავტომატურად გააკეთო, ხო? მაგალითად Facebook-ზე რო დავდე ვიდეოები და მოვნიშნე მერია, არ ვიცი, ჯერჯერობით
კიდევ ერთხელ გავიმეორდები, აგერ რამდენიმე დღეა ეს არ არის გამოსწორებული. და საუბარი მაქვს აი უსინათლოთა სკოლის, ერთადერთი უსინათლოთა სკოლა არის იმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე კი არ ვამბობ, რომ მარტო იქ უნდა იყოს, ყველგან უნდა იყოს, მაგრამ სადაც უკვე რეაბილიტირებულია, სადაც მაინც ვიცით, რომ არის შეშემოპირების დიდი კონცენტრაცია. იქაც კი ესეთი ვითარება გვაქვს და სხვა, ანუ ეს უნდა იყოს ჩაშენებული. აი სქემაში, მაგალითად, სადღაც რაღაც რეაბილიტაცია იწყება რომელიღაც ქუჩის. ხო, შეიძლება თემა ეს დროზე ვერ გავიგოთ, მაგრამ ეს უკვე ავტომატურად უნდა მერე არ უნდა გვიწევდეს ჩვენ დარეკვა და თქმა, რომ ხმოვანი შუქნიშნებიან რაღაც. იგივე გაჩერებების გამოცხადებაზეც, ხო? ამ ბოლოს უფრო ხშირად აცხადებენ, ვიდრე თქვათ რამდენიმე თვის წინ. იმიტომ რომ, რომ რეკავთ რაღაც ნომერს გეკითხებიან რაღაცას გეუბნებიან ჩავენიშნავთ და მოახდენთ რეაგირებას და რაღაც ტიპის რეაგირებას ახდენენ სავარაუდოდ, იმიტომ რომ უფრო იშვიათია და კიდევ ერთ ვიტყვი, დამოკიდებულება ცოტა შეეცვალათ მძღოლებსაც და ოპერატორებს, ანუ ადრე ესე თუ იყო, რომ არ მუშაობს და რა, მე რა მსოფლიო დაიქცა, ქვეყანა დაიქცა, ეხლა ქემაინც ბოდიშს იხდიან და რაღაცნაირად ამბობენ, რომ გამოვასწორებთ და გვესმის რომ უნდა იყოს და საჭიროა. კი ბატონო. გიგა, თქვენთან მინდა გადმოვიდე მისაწვდომობის ეროვნული სტრატეგიის შესახებ დადგენილება, რომელიც 2020 წელს შევიდა ძალაში. პირველ რიგში მინდა რომ კარგად ავხსნათ, რას გულისხმობს და რას მოიაზრებს ეს დადგენილება და შემდეგში აუცილებლად მაინტერესებს, აი დღეს რა ეტაპზე ვართ მისაწვდომობის კუთხით და რამდენად არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა დაწესებულებები შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის. მოგესალმებით მაყურებელს და მადლობა მოწვევისათვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი არის, რადგან დღეს ვსაუბრობთ და სამწუხაროა, რომ შეშემპირთა თემატიკა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დღის წესრიგში ისე ვეღარ დგას, როგორც უნდა იყოს. მანამდეც არ ვიყავი ჩვენ ამით კმაყოფილი თუ როგორ ასე ვთქვათ შუქდებოდა ან რამდენად ხშირად შუქდებოდა შეშემპირთა საკითხები და დღევანდელ რეალობაში ეს განსაკუთრებული პრობლემას წარმოადგენს უკვე და სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ და გასათვალისწინებელიც არის ამასთანავე, რომ როდესაც ქვეყანაში არის რთული პოლიტიკური ან ზოგადად რთული მდგომარეობა, პირველ რიგში ეს გავლენას ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და იმ ჯგუფებზე, რომელთაც განსაკუთრებულად ჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა. და ეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებით ერთ-ერთი ასე ვთქვათ მექანიზმი იყო და არის იმისა, რომ გარემო გახდეს ადაპტირებული, სერვისები გახდეს ადაპტირებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეცეთ მაქსიმალური თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ან თავისუფლებაში გულისხმობ დამოუკიდებლობას და ასე ვთქვათ გადაადგილების დამოუკიდებელ შესაძლებლობას, სერვისებით დამოუკიდებელ სარგებლობას, განათლების მიღებას და შესაძლებლობას და ასე შემდეგ, რადგან ეს მათ საუბრობდა და პრობლემა დაფიქსირებდა. აი გიგა, აქვე ჩაგეკითხებთ და შემდეგ გავაგზავნოთ აუცილებლად ეს საკითხი, რომ წარმოვადგენინოთ ჩვენს მაყურებელს. აი კონკრეტულად რა, ასე ვთქვათ, წინაღობებისა და პრობლემების გადალახვა უხდებათ ყოველდღიურად შეშემოპირებს, რომლებიც გადაადგილდებიან დამოუკიდებლად თბილისის ქუჩებში. კი ბატონო. პრობლემები არის ძალიან ბევრი და სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა სახის. ვერ ვიტყვით, რომ მაგალითად ორ ეთნიკურ პირს შეიძლება ქონდეს იდენტური პრობლემები. მაგრამ საერთო რაც არის ის, რომ ცუდად მოწყობილია მაგალითად ტროტუარები, ცუდად არის მოწყობილი მაგალითად ავტობუსის გაჩერებები და ამის ძალიან ბევრი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებაც დევს, მათ შორის ჩემი გადაღებულიც, ესმას გადაღებულიც, მე და ესმას კიდე ბევრი მეგობრები ყავს, რომლებიც თავის მხრივ ასე ვთქვათ ლობირებენ ქალაქის ადაპტირების საკითხებს და ისინიც აპელირებენ იმ პრობლემებზე და ფიქსირებენ იმ პრობლემებს, რომელიც ქალაქში არის, ეს უკავშირდება მაგალითად თუნდაც ავტობუსის მოძრაობის ნაწილში რომ მოვიღოთ, ანუ ავტობუსის მოძრაობასაც თავის სტანდარტი აქვს, მის გაჩერებასაც თავის სტანდარტი აქვს, თუ როგორ უნდა გაჩერდეს მაგალითად ტროტუართან, რომ ადამიანებმა მარტივად შეძლონ მასში ასვლა და ჩამოსვლა. აი ხა მაყურებელმა რომ წარმოიდგინოს და გაიხსენონ და პრაქტიკაში შეხედონ მე მათთან ავტობუსის გაჩერებებზე როგორ დგება ავტობუსი.
სადაჩერებს, რამდენად შორს არის ტროტუარიდან, რამდენად, ასე ვთქვათ, არაორგანიზებულად შემოდიან გაჩერებებს და არაორგანიზებულობაში გულისხმობ იმას, რომ ერთმანეთის მიყოლებით, როცა სამი ავტობუსი შემოდის მაგალითად გაჩერებაზე, აი უსნათლოდ ადამიანმა როგორ უნდა გაიგოს, რომელი არის ის ავტობუსი, რომელიც მას სჭირდება. იგივე ხდება მაგალითად ეთნიკოსარგებლე პირების შემთხვევაში და აი ჭავჭავაძის გამზირს თუ დავაკვირდებით მაგალითად, სადაც გზავრთა ნაკადი დიდი არის, ბევრჯერ არის შემთხვევა, რომ ეთნიკოსარგებლე პირები ან ვერ ადიან ავტობუსებში, ან საერთოდ ძღოლსაც კი ვერ აგებინებენ იმას, რომ გაჩერებაზე არიან, იმიტომ რომ ხალხის მასაში იკარგებიან. არის პრობლემა ასევე ის, რომ ავტობუსი, რომელიც ცუდად დგება და პანდუსს ვერ შლის, იმიტომ რომ პანდუსს 1 მეტრი აქვს სიგრძე და თუ მან მოშორებით გააჩერა ტროტუარიდან, პანდუსი უბრალოდ ჩავარდება ძირს და დახრა აღარ ექნება ის, რაც უნდა ჰქონდეს, უწევს, რომ დაიწყოს უკუსლით მიმართულება და რაღაც მანევრების გაკეთება, როგორღაც ავტობუსი მიუახლოვოს ტროტუარს. ამას ემატება მე ის სირთულე, რომ უკან სხვა ავტობუსები შეიძლება იდგნენ, მგზავრების უკმაყოფილება და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ფაქტორი არის, რაც თუნდაც აი ამ ერთი მარტივი მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ავტობუსით გადაადგილება შიშემ პირებისთვის. მეორე არის, როცა ტროტუარზე ჩამოდიხარ, უკვე რა გვხდება იმ გაჩერებაზე. როგორ არის ტაბლოები მოწყობილი, აქვს თუ არა გახმოვანება და საქართველოს სამწუხაროდ არც ერთი ტაბლო გახმოვანებული არ არის. ანუ უსნათლო პირებს დღემდე უწევთ ასე ვთქვათ, ტაბლოზე არსებული ინფორმაციების სხვისთვის წაკითხვის თხოვნა სხვისთვის. იგივე ხდება მცირემხედველი პირების შემთხვევაშიც. ხშირი არის შემთხვევა, როდესაც ავტობუსის გაჩერებებზე არის ხეები, არის ბოძები და სხვადასხვა ხის თარგები, არის ხე რომ არის ჩარგული და გარშემო რომ ბორდიულის ფილებით შემოსაზღვრული არის. ანუ რაც გადაადგილებას აფერხებს. არის ასევე შემთხვევები, როდესაც ტროტუარებზე არ არის გაჩერებებთან არ არის მისასვლელები მაგალითად, ანუ ტროტუარებს არ აქვს პანდუსები ან უწყვეტი ბილიკები. შენობა ნაგებობებზე არის ასევე პრობლემა ის, რომ არ აქვს კიბეებს მოაჯირები და ადაპტირება მარტო არ გულისხმობს იმას, რომ ეთნიკოსარგებლე პირმა ან უსნათლო პირმა ისარგებლოს. ხო, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც გადაადგილება ან დადიან ფეხით, მაგრამ უჭირთ გადაადგილება და ჭირდება დაყრდნობა ხო რაღაცაზე. ეს კომფორტის გარდა უსაფრთხოების საკითხიც არის, რომ კიბეს მაგალითად მოაჯირი უნდა კონდეს, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი შენობა არის, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტია, რომელსაც აქვს კიბეები და არ აქვს ზედ მოაჯირები. ეს მოხუცებსაც უქმნის პრობლემას, რომლებიც ყავარჯნების გადაადგილდებიან და სხვადასხვა ჩვენ ვსაუბრობთ ახლა უნივერსალურ დიზაინზე უკვე, რომელიც მაგალითად ფარავს ორსულ ქალბატონებსაც, რომლებსაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჭირდებათ ეს მოაჯირები და ასეთ ბევრი ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო და პატარა პრობლემაა, მაგრამ ადამიანების ცხოვრების ხარისხს ცვლიან ძალიან მნიშვნელოვნად. აი აქ ჩაგეკითხებით თქვენ იყავით საბჭოში დასაწყისში ვახსენე. რამდენად აქტიურად მუშაობდა მერია ამ საბჭოსთან, აი სწორედაც იმ ზემოთხსენებული პრობლემების მეტნაკლები გამოსწორების მიზნით, რომელიც თქვენ ძალიან კაფიოდ და ცლად ჩამოყალიბეთ. აი ჩვენ აქ შეგვიძლია გავმიჯნოთ საბჭოს მუშაობა და მერიის მუშაობა, იმიტომ რომ ერთია რომ საბჭოზე განვიხილავდით საკითხებს და ვაყენებდით პრობლემურად, თუმცა მეორე იყო მისი აღსრულება რამდენად ხდებოდა. ეს საბჭო იყო და არის სარეკომენდაციო ხასიათის და სამწუხაროდ ჩვენ არ ქონდა საბჭოს წევრებს იმის ბერკეტი, რომ ასე ვთქვათ, დავალებები, ანუ ჩვენგან, ანუ გულისხმობ მეც წარმომადგენელი ვიყავი ამ საბჭოში, გულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და შშმ ერთა თემის წარმომადგენელი პირებისგან გაყენებული საკითხები, რომ ყოფილიყო სავალდებულო დასასრულებელი, ამის ბერკეტი არ ქონდა საბჭოს. თუმცა ეფექტი რაც შეიძლება ყოფილიყო იყო ის, რომ საბჭოს თავმჯდომარე იყო დედაქალაქის მერი, რომელმაც ერთხელ დაესწრო სულ საბჭოს ხდომას. ძირითადად საბჭოს სხდომას ატარებდა მისი მოადგილე და წევრები იყვნენ საქალაქო სამსახურის უფროსები და ამ დონეზე ხდებოდა მათთან კომუნიკაცია და ანუ პრობლემების შესახებ მათთან ინფორმაცია პირდაპირ მიდიოდა. გარდა ამისა ვიყენებდით რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებს, პირად კომუნიკაციას და ასე შემდეგ. თუმცა დღეს გვაქვს სამწუხარო რეალობა ის, რომ საბჭო როგორც ეს მომახსენა სამთოში ერთხელ იკრიბებოდა ოფიციალური შეკრებით და დღეს იკრიბება წელიწადში ერთხელ და 3 დეკემბერსაც არ მოუწევს შეკრება, იმიტომ რომ მარტში შეიკრიბა საბჭო და პირველი წელი მარტში ჩაატარა და გიგმიურად მოუწევს 26 წლის მარტში ალბათ შეკრება და შეიძლება რიგარეში ჩაატაროს. საბჭო დატოვა დედაქალაქის მერმა, ის აღარ არის საბჭოს თავმჯდომარე და აღარ მუშაობს საბჭოსთან ერთად
და საბჭო დატოვეს საქალაქო სამსახურის უფროსებმაც და მათ ნაცვლად ასე ვთქვათ საბჭოში არიან სამსახურის წარმომადგენლები, ოღონდ მათი რანგი, პოზიცია და ასე ვთქვათ ფუნქცია მოვალეობები თუ რა აკისრიათ სამსახურში განსაზღვრული არ არის. ამით ჩვენ ამ სამი ცვლილებით, იმით რომ დედაქალაქის მერმა დატოვა საბჭო, ის რომ საქალაქო სამსახურმა დატოვეს საბჭოს შემადგენლობა და რიგითი თანამშრომლებით ჩაანაცვლეს საკუთარი თავები და ამასთანავე ის რომ საბჭო წელიწადში ერთხელ შეიკრიბება, უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს ნეგატიური ცვლილება არის და იმ ესე ვთქვათ მწირ ეფექტს რაც მანამდე ჰქონდა, ეხლაც ვერ შეასრულებს. რაც შეეხება წინა პერიოდში, როდესაც ეს წინამორბედი ცვლილებები შევიდოდა ძალაში, მე პირადად და ჩვენ ახლა ესმაც და ჩვენი მეგობრებიც ასე ვთქვათ პირადი ძალისხმევით ვცდილობთ რომ საკითხები გაგვეტანა. საბედნიეროდ დღემდე არიან მერიაში ადამიანები, რომელსაც ეს საკითხი ასე ვთქვათ გარდა იმისა, რომ ადამიანურად მიაქვთ გულთან, მათ პროფესიულ ასე ვთქვათ ვალდებულებად თვლიან, რომ დაიცვან და გაითვალისწინონ, თუმცა სამწუხაროდ ეს არ არის სისტემური და ეს არის ერთეული ადამიანების, ერთეული სამსახურის უფროსების ან მათი მოადგილეების, ასე ვთქვათ, პიროვნული დადებითი მახასიათებელი და არა ვთქვათ სისტემურად ესე არის. ჩვენ ამ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია, მათთან პირდაპირ ხაზზე ვიყავით პრობლემების შესახებ, პირდაპირ უგზავნით WhatsApp-ით იქნებოდა, Viber-ით თუ სხვადასხვა წყაროებით ინფორმაციებს და ლოკალურად ხდებოდა პრობლემების გამოსწორება. ამასთანავე საბჭოს რეკომენდაციით ჩვენ მუშაობდით, აი ეს მომაც ისაუბრა წეღან იმაზე რომ სისტემა შექმნილი იყო მერიაში რომ კადრის შეცვლის შემთხვევაში ცოდნა არ დაკარგული იყო და ახალი კადრი მოვიდა და მიიღო მას გაიარა გადამზადება, ნუ ჯერ შერჩეული იყო კვალიფიკაციის მიხედვით, შემდეგ თუ რამე იქნებოდა კიდე დასამატებელი გაევლეს ასე ვთქვათ გადამზადებას და უკვე დახვედროდა გამართული სისტემა, რომლის ნაწილიც გახდებოდა და იმუშავებდა. სამწუხაროდ ეს იდეა და ინიციატივაც ვერ განხორციელდა იმის გამო რომ სამწუხაროდ არ იყო ნება იმისი რომ ეს გაკეთებულიყო და ეს საკითხები არ მიიჩნევა თამამად შემიძლია თქვა არც პირველი და სამწუხაროდ არც მეორე რანგის საკითხებად. ცდილობენ რომ შიშემბერთა საკითხები გაიყვანონ სხვა მიმდინარე რიგითი საკითხებთან ერთად და აი შუქნიშნებზე რაც ხდება რომ ატაზიან და შუქნიშანი მოდი კარგი როცა გვექნება ახალი ხმის აპარატი მე დავაყენოთ და არა ის რომ წინასწარ გქონდეს მარაგი რომ ვიცი რომ სადღაც დაზიანდება და მოდი რა 100 ერთეული მაინც მექნება წინასწარ დარეზერვებული რომ დამირეკავენ თუ არა წავიდე და გამოვცვალო იმიტომ რომ იმ ზებრა გადასასვლელზე ადამიანები გადადიან და მათი სიცოცხლე ჯანმრთელობა არის ელემენტარულად ამ ერთსალ შუქნიშანზე დამოკიდებული. აი ეს აღქმა სამწუხაროდ არ არის. კი ბატონო, ესმა თქვენთან მექნება კითხვა, ეხლა გიგამ ახსენა ის ეფექტურობის ნაწილი და სისტემური თვალსაზრისით მინდა კითხო, თქვენ ახსენეთ პრინციპში იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლის წინაშე შშმ პირები ყოველდღიურად დგებიან. ეხლა როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ საბჭო მაგალითად ქალაქის მერმა და სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა დატოვეს, ძალიან საინტერესო არის აი ამ ნაბიჯის შემდეგ რამდენად ასე ვთქვათ კიდევ უფრო ხომ არ გაუარეს და ის მდგომარეობა რომელიც არის და ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ანუ გარკვეულწილად იგივე შუქნიშნებზე დამონტაჟებულია ეს ხმოვანი სისტემები, ადაპტირებული მიმართულებები, თუმცა მე მინდა კითხოთ აი ამას რამდენად სისტემური სახი აქვს და აი შეზღუდული მქონე ადამიანისთვის რამდენად არის შესაძლებელი რომ ის გადაადგილდეს დედაქალაქში, რამდენად არის ეს ყველაფერი ქალაქის ინფრასტრუქტურასთან სრულად შერწყმული. მოდით ჯერ ვთქვათ რომ ხმოვანი შუქნიშანი ქალაქში არის სულ რამდენიმე, ანუ ეს არის ნუ დავუშვათ ფონიჭალაში, მე მგონი არის ნუ ქეთევანწამებულზე, ვაკეში და საბურთალოზე და შეიძლება კიდევ ერთი ხო, კიდე წერეთელზეც, ნუ ესე აი რამდენიმე შეიძლება ერთი-ორი გამომრჩა, მაგრამ დანარჩენ ქალაქში ხო გარეუბნებში ბევრგან არ არის. შესაბამისად, ანუ სისტემურობაზე ვერ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ადამიანი მარტო კონკრეტულ ქუჩებზე არ დადის. სისტემურობისგან ძალიან შორს ვარ. კი, რა თქმა უნდა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხო, ანუ ყოველ ჯერზე როცა ვიგებთ, რომ სადღაც რაღაც რეაბილიტაცია იგეგმება, ანუ გვაქვს რაღაცა პანიკა, რომ ვაიმე დროზე რაღაცა ვიღაცას ვუთხრათ, რომ შევახსენოთ, რომ იქ საჭიროა ეს ტაქტილური ნიშნები, რომ აი თქვა ზებრა აქ იწყება, იქ
ხმოვანი შუქნიშანი არის, იმიტომ რომ იყო ერთი-ორი შემთხვევა, როდესაც რაღაც ახლად რეაბილიტირებული, მაგალითად ჟვანია გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ იქ ხან შუქნიშანი არისო, ხან ეს ტაქტილური მანიშნებლები არისო, რომ ზებრა იწყებოდა, ანუ ახალ პროექტებზე, ეხლა მაგალითად ეს სატრამვაიო ხაზი რო იგეგმება, მე მგონი ლილოდან თბილისში, ხო, ესეც მოსაკითხი არის, მაგალითად, თუ იქნება ის ეტრით მოსარგებლეებისთვის, ну, გაჩერებები იქ ალბათ გამოცხადდება შიგნით და სხვა რაღაცა საკითხები კიდე სტანდარტებთან, თუ იქნება შესაბამისობაში და წეღანა იგი გამახსენა მცირე მხედველები. მცირე მხედველი, რომელსაც ხელში ხელჯოხიც კი არ უჭირავს, ის საერთოდ არ არის არავისთვის აღქმადი. ანუ ის რო კითხულობს, შეიძლება ვერ წაიკითხოს იმან ტაბლოზე გაჩერებები, ან მაგალითად რომელი ავტობუსი მოდის და ის რო კითხულობს, რომ უკაცრავად ანუ ეს რა ნომერია და რაღაცა ვერ ხედავ, ეუბნებიან, აგერ წაიკითხე. და ну ცნობიერების ამბავი არის აქ ორივე მხრიდან, იმიტომ რომ ეგ ჩემთვისაც უთქვამთ, აი მძღოლებს ადრე, ანუ რომ ისო ტაბლოზე წერია რა, რომელი გაჩერება არის და ამ ხელჯოხით გავარ, მაგრამ ანუ აქ ორივე მხრიდან არის ცნობიერება, რომ ერთი რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელჯოხით როცა ვართ, ხო, თეთრი ხელჯოხით, ეს ნიშნავს, რომ ვართ უსინათლოები და ну გჭირდება რომ ვეკითხებით რაღაცას, არ ვეკაიფებით და რეალურად გჭირდება ვიცოდეთ. და ну მეორე არის, რომ პროფესიით და მეორე არის, რომ ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ მაგალითად მცირე მხედველი ადამიანები ევროპაში დადიან ხელჯოხებით. არა მარტო იმიტომ, რომ ხა ჩვენთან ამბობენ ხოლმე, რომ არ მჭირდება ისედაც ვხედავ. კი, ხედავ, მაგრამ იქ სადღაც მოულოდნელად საკანალიზაციო ლუქი არის ახსნილი. აი მაგალითად შარშან სამასებთან 1-3 თვე იყო ღია. ბანკთან რა ახლოს და რავი რამდენი ვრეკეთ ძლივს ძრიობით დაიხურა. ან რაღაც რავი სარემონტო სამუშაოები და უცებ შეიძლება ან წაიქცე. და მეორე ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სხვებმაც დაინახონ, რომ შენ გაქვს რეალურად დარღვევა მხედველობის და რაღაცა გჭირდება, ანუ რო ეკითხები, ის დაკვალიანება გჭირდება. ხო, ეხლა და აუცილებელია კიდევ აი პერსონალის გადამზადება, ხო, თუნდაც მძღოლების, ანუ როგორც ის თავის დროზე ხო გადამზადნენ და ხო მინიმუმ ინფორმაცია მიიღეს, რომ ახლა პანდუსი აქვს ამ ავტობუსს და უნდა გამოწიო, იგივენაირად უნდა მიიღონ ინფორმაცია ამ გაჩერებების გამოცხადების მნიშვნელობაზე. ან ხელჯოხით როცა ადამიანი თეთრი ხელჯოხით იმას რა საჭიროებები აქვს და ასე შემდეგ, ხო, ეს აუცილებელია. აგერ ხა რუსთავში მაგალითად ის მძღოლებმა არ იციან რომ პანდუსი უნდა თვითონ გამოწიონ, იყო ხა ერთ-ერთი ჩვენი ეტრით მოსარგებლე იქ და მგზავრებს მოუწიათ, რომლებმაც არ იცოდნენ ამის გამოწევა და მოკლედ ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა. ბრუნდებით ეთერში, გიგა მისაწვდომობის ნაწილში ვსაუბრობთ და არ მინდა ეს კითხვა გამოგჩეს დღევანდელ საუბრის მიღმა. ძალიან საინტერესო არის 2020 წლიდან დღემდე რამდენად არის გაზრდილი მისაწვდომობის ასე ვთქვათ მაჩვენებელი, თუნდაც იგივე სახელმწიფო დაწესებულებებსა და შენობებზე, ცვლილება რამდენად გვაქვს და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ დედლაინი არის რომ 2035 წლამდე სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომობა მთლიან ყველა შიშინო პირისთვის ყველა შენობაზე. რამდენად რეალისტურია არსებული ტემპებითა და მიდგომებით აი ეს გეგმა. კი ბატონო, სულ 2 წამით მინდა რომ სიუჟეტს გამოვიხმაურო, რომელიც ახლა მაყურებელმა იხილა. საბჭოს წარმომადგენელი საუბრობდა დიდი პატივისცემა პირველად ამ ადამიანის მიმართ, ქალბატონი ინგა ლოლაძე არის, წლებია ვიცნობ და გვითანამშრომლია ერთად. თუმცა არ უნდა ვთქვა ის, რომ ქალბატონი ინგა არ არის მისაწვდომობის საკითხების, ანუ ადაპტირების საკითხების სპეციალისტი და მისი ორგანიზაცია და მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ არის შემთხვევლობაში ფიზიკური გარემოს ადაპტირებასთან და მისი და ზოგადად საზოგადოების ბევრი წევრის აღქმით, რაც შეიძლება ითვლებოდეს ადაპტირებად, პრაქტიკაში საერთოდ არ იყოს ადაპტირების კომპონენტი და შემთხვევლობაში არ იყოს სტანდარტის მოთხოვნებთან. ხო ეს უნდა დამიფიქსირებინოს სამწუხაროდ და ხო ამასთანავე საბჭოს დებულების მიხედვით საბჭო სამთვეში ერთხელ არ იკრიბება, წელიწადში ერთხელ იკრიბება უკვე მათ მიერ მიღებული ცვლილებებით არის ესე დარეგულირებული. თუ სამთვეში ერთხელ იკრიბებოდა მანამდე. რაც შეეხება 2020 წლიდან ადაპტირების კომპონენტების მატებას, ერთიანობაში თუ შევხედავთ კომპონენტების მატება, რა თქმა უნდა არის ну პირველი სტანდარტი საქართველოს ადაპტირების შესახებ 2014 წელს იქნა მიღებული და 2020 წელს ჩანაცვლა, შემდეგ უფრო მოცულობითი დოკუმენტით და შინაარსობრივად უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი დოკუმენტით. ну ამან გამოიწვია ის, რომ
ქვეყანაში გაჩნდა უნივერსალური დიზაინის ცნება და ამ მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად მუშაობდით. არის მაგალითად ჭავჭავაძის გამზირი არის წერეთლის გამზირზეც კომპონენტები როგორც ასეთი ადაპტირების ის პანდუსები, ხმოვანი შუქნიშნები, ტაქტილური ფილები არის, თუმცა მეორე არის უკვე რამდენად ხარისხიანი არის ისინი გაკეთებული და ხარისხში არ გულისხმობ ხა მასალის შემადგენლობას, მაინც და მაინც მეგულისხმობ იმას თუ რამდენად შეესაბამება მათი მოთხოვნები სტანდარტებს. მაგალითად რომ უნდა იყოს პანდუსი 5%-იანი ქანობის და არ უნდა კონდეს წინ ბარიერი, რომ უნდა იყოს მასე ტაქტილური ფილები მოწყობილი იმ სტანდარტებით და პარამეტრებით, რაც გაწერილი არის დოკუმენტში, რამდენად არის ისინი შესაბამისობაში? არ არის სამწუხაროდ შესაბამისობაში. ბევრ ადგილზე არის დამთხეული მაგალითად პანდუსთან ჭა, რომლის გამოც მერე ვეღარ დაიგო ტაქტილური ფილები. ბევრ მონაკვეთში შუქნიშნები არის ისე რომ დაზიანებულია და ხმა აღარ აქვს. ზებრა გადასასვლელები არის მაგალითად მოწყობილი იმგვარად რომ ის არ პასუხობს ტროტუარის პანდუსის ფორმას და ტაქტილური ფილა ეწყობა არა როგორც ზებრა გადასასვლელის მიმართულება, ეწყობა როგორც ტროტუარის პანდუსის მიმართულება და ჩვენ ბევრი ვიდეო გვინახავს გავრცელებული სოციალურ ქსელებში, როდესაც პანდუს ერთ მხარეს მიყავს ადამიანი და ზებრა საერთოდ საპირისპირო მხარეს არის და ეს უსინათლო და მცირე მხედველობრივ უსინათლო პირებში განსაკუთრებით ქმნის დიდ პრობლემებს, იმიტომ რომ ადამიანები ფაქტობრივად იკარგებიან, ანუ გულისხმობ იმას, რომ მოძრაობაში, ანუ სამანქანო მოძრაობაში შეიძლება წავიდეს მარცხნივ, როდესაც ზებრა გადასასვლელი არის მარჯვენა მხარეს და დაკარგვაში გულისხმობ ამას, რომ საფრთხეს უქმნის საკუთარ თავსაც და სხვა მსხოლებსაც. შენობა ნაგებობების ნაწილშიც ჩვენ ვაფიქსირებდით მაგალითად პრობლემად იმას, რომ აი ერთი პრაქტიკული მაგალითი რო ვთქვათ, K3 კოეფიციენტი არის მშენებლობაში ესეთი, რომელიც გამწვანების მოცულობას გულისხმობს და თუ დაკვირვებული ხართ და მაყურებელიც დაკვირვებულია, ახალი გახსნილი კორპუსების ან რაღაცა ობიექტების წინ არის იმგვარი ფილები დაგებული, აი რომბისებურად აქ ამოჭრილი და თითქოს ბალახი იგება ზედ. ეს არის ასე ვთქვათ, გასაძრომი ხვრელი, რომელსაც იყენებენ სამშენებლო კომპანიები ამ K3 კოეფიციენტის გასაზრდელად, ანუ შესასრულებლად, ანუ ამ ფილებს აგებენ, თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის მუნიციპალური ინსპექცია ამას არ თulis ერთიან ფილად და მიიჩნევა, რომ იქ გამწვანების მოწყობა არის შესაძლებელი, იბარებენ სამუშაოებს, ამ ადგილს შემდეგ რეალურად იყენებენ ეს მაცხოვრებლები იქნებიან თუ იმ ობიექტის მომხმარებლები საპარკინგად, იმიტომ მანქანა დგება ზედ და მაგალითად ეთლით-მოსარგებლე პირების შემთხვევაში არის ფაქტობრივად გაუვალი ზედაპირი არის ეს, იმიტომ რომ ეტლის საბურავები მასში ერჭობოდა რამდენიმე მეტრის გავლას შეიძლება ძალიან დიდი ხანი დაჭირდეს და ძალიან დიდი ხანში გულისხმობ რამდენიმე ათეულ წუთს და პლუს არის ეტლის ზიანდება და ასე შემდეგ. ეს პრობლემას უქმნის ასევე მაგალითად ყავარჯნებით მოსარგებლე ადამიანებს, რომლებიც ჭოჭინებთ ეგრეთ წოდებულ ხადურკებით რო სარგებლობენ, მათთვისაც პრობლემაა, უსინათლო პირებისთვისაც შეიძლება პრობლემა იყოს. თუმცა ამას ჩვენ ხედავთ, რომ სისტემურად გამოიყენება, მათ შორის ცინცაძის ქუჩაზე არის თუ არ ვთქვი, ტროტუარი არის ამ ფილებით მოწყობილი. ეს ადაპტირებაში არც ერთ შემთხვევაში არ ჯდება, იმიტომ რომ გადაულახავი ბარიერი არის. თუმცა ახლა საერთო ჯამში დადებით თუ შევხედავთ, დაიწყო გახმოვანების სისტემების მონტაჟი, დაიწყო ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანა, თითქოს დაიწყო პანდუსების მოწყობაც და ასე შემდეგ. ამ კუთხით თუ შევხედავთ, დაიწყო მაგრამ მეორეა უკვე მათი ხარისხი და როგორ კეთდება. ამიტომ ამაზე არის უკვე აქცენტი გასაკეთებელი და სამწუხაროდ გვიწევს კიდევ იმის საუბარი, პანდუსი არის აუცილებელი. თუმცა 2020 წლიდან დღემდე საკმაოდ დიდი დრო არის გასული იმისთვის, რომ პანდუსის და ნებისმიერი ადაპტირების კომპონენტის, ასე ვთქვათ, არსებობა აღარ იყოს ხაზგასასმელი. ის უნდა იყოს პროექტის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი და ჩვენ შეიძლება ვსაუბრობთ მე კი ბატონო, გიგა, აი ზემოხსენებული გამოწვევების ნაწილში მინდა გკითხოთ ახლა. ამ ნაწილში მერიას არ აქვს კონკრეტულად ბიუჯეტში ცალკე გამოყოფილი სახსრები, რაღაცა პოსტფაქტუმ ხდება ამაზე რეაგირება. აი ეს კომპონენტი ხომ არ გარკვეულწილად ართულებს აი ამ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურული ასე ვთქვათ პრობლემების მეტნაკლებ დარეგულირებას და დროში ხომ არ წელავს გარკვეულწილად. აი მანდაც რეალურად უნდა შევხედოთ გარკვეულ ნაწილში ცალკე ბიუჯეტის არსებობა, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებდა მდგომარეობას, თუნდაც ისე რომ მიუქმნათ შუქნიშნების ნაწილს
და ხმოვანი სიგნალების ნაწილს. ეს ხმოვანი სიგნალი ცალკე კომპონენტი არის, რომელიც დამოუკიდებლად უნდა შეიძინოს და დამოუკიდებლად უნდა დააყენოს რომელზე შუქნიშნის ბოძზე. ამიტომ მისთვის ბიუჯეტის ცალკე არსებობა სრულიად შესაძლებელი არის და უნდა იყოს კიდეც, რომ ჩვენ არ გვიწევდეს 2 და 3 თვიანი ლოდინი, როდის შედგება ტენდერის ტექნიკური დავალება, როდის ჩატარდება ტენდერი, მერე შესყიდვა და ასე შემდეგ, ხო? თუმცა არის კომპონენტები, სადაც ახლა ისეთი სამუშაოები ტარდება, რომელიც მცირე ინფრასტრუქტურის სამუშაოების აი მრავალი სხვადასხვა შინაარსის დაზიანება რო ხდება ქუჩებზე, მაგრამ შატეხილი ჭები რომ არის ან ფილა რო დაზიანდება ან რაღაც ამ შემთხვევაში არის ცალკე ბიუჯეტი გამოყოფილი, რომ სწრაფად მოხდეს კომპანიის დაქირავება და ცალკეული სამუშაოების შესრულება და ადაპტირებაც გადის ნაწილი ამ კომპონენტში. ეს ცალკე აქ ვერ გამოიყოფა მაგალითად პანდუსის მოწყობის თანხა. ნუ შესაძლებელია თეორიულად რა თქმა უნდა, მაგრამ ადმინისტრირებისთვის იქნება რთული. თუმცა ცალკე რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი და რაზეც ჩვენ მომბობდით, რომ იდეა ქონდა საბჭოს წევრებს და ეს იდეა უბრალოდ არ გავიდა ცალკეული მაღალთანადობის პირების პირადი ინტერესის არ ქონის გამო, იყო ის, რომ მერიაში ყოფილიყვნენ კვალიფიციური სპეციალისტები, ექსპერტების ჯგუფი და ამას ჩვენ ვსაუბრობთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე და გვინდოდა რომ ამ ჯგუფს ემუშავა წერეთლის გამზირზეც მერიის თანამშრომლებთან ერთად და შემდეგ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გაგრძელებული იყო სამუშაოები გამგეობების დონეზეც უკვე რომ ამ ჩვენს უწყებებში გაჩენილიყვნენ კვალიფიციური კადრები და შექმნილი იყო სისტემა იმისა თუ როგორ უნდა ემუშავათ სწორად მერე რომ მაგალითად აი ეს ამბობდა წეგან ჟვანიას მოედნის რეაბილიტაცია, სადაც ძალიან დიდი პრობლემები იყო და არ ვიცი მართლა ეს მას და ანასიხაშვილის ფიზიკური ძალისხმევით მოხდა იქ რაღაცა გარკვეული ცვლილებების შეტანა, იმიტომ რომ მერიის სამსახური პასუხსაც არ აბრუნებდნენ უბრალოდ, ხო? ასევე რამდენიმე თვის წინ გაიხსნა წერეთლის ქუჩა არის თუ არ ვცდები ბორის პაიჭაძის არა პოდიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ქუჩა რაც არის. იქ მოწყობილი არის ერთი შეხედვით პანდუსები, არის ზედ ტაქტილური ფილებით, მაგრამ პანდუსებს იმხელა ქანობი აქვს, რომ ფიზიკურად ვერ ავდივარ ზედ და მიწევს ხოლმე რომ მაინც სამანქანო გზაზე შემოუვარა. მათ შორის იყო თამარაშვილის ქუჩაზეც, აი 3 დღის წინ მაგალითად პატრულს ხოვერო ტროტუარზე ავიყვანე, იმიტომ რომ იმხელა ქანობი აქვს. პანდუს ფიზიკურად მასე ასვლა შეუძლებელია და ესეთი ხარვეზები ვარ ყოფილიყო და ცალკე მე აღარ იხარჯებოდეს ამაზე თანხები იმ სხვა კომპანიისგან, რომელსაც უბრალოდ რაღაც დაზიანებული გზის საფარის შეკეთება ავალია წლის განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ლოკაციებზე. ამისთვის ამბობდით, რომ მოგვეყვანა ექსპერტები, რომლებიც გადაამზადებდნენ ჩვენ თანამშრომლებს, შეგვექმნებინებდნენ გამართულ სისტემას, რომელიც სისტემაც მე უკვე დამოუკიდებლად ავტომატურად იმოქმედებდა და ამ ასე ვთქვათ, ერთიან ბიუჯეტში არსებულ კომპონენტებს შეასრულებდა ისე რომ მასე მეორედ მიბრუნება აღარ იქნებოდა საჭირო. კი ბატონო, ესმა თქვენთან მინდა გადმოვიდე კითხვით და ძალიან საინტერესო იქნება რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მხოლოდ თბილისზე რომ არ ვისაუბრო, ძალიან საინტერესოა რა მდგომარეობაა სხვა ქალაქებში და რა სირთულეებთან უწევთ შეშრომა პირებს ყოველდღიურად შეჭიდება. ხო, ნუ გულწრფელად რო გითხრათ, მე ასე ყოველ დღიურად ვერ ვადევნებ ანუ თვალყურს რომ რა ხდება რეგიონებში, მაგრამ აგერ რუსთავი არ არის თბილისიდან შორს და აგერ შემთხვევა იყო იქ უკვე რომ პანდუს ანუ ნუ ჯერთი გაჩერებები არ ცხადდება იქ. მეორე ის რომ ანუ პანდუსი რო უნდა გადმოწიოს მძღოლს არ ქონდა ამის შესახებ ინფორმაცია და როდესაც მას მოთხოვეს რომ გადმოეწია, ანუ აქეთ პრეტენზია ქონდა, ანუ აგერ საუბრობ უკვე აი ქალაქი თბილისიდან აი რა ვიცი 20-30 კილომეტრში მდებარე კიდევ ერთ დიდ ქალაქზე ანუ დანარჩენი მისი იქით უკვე ლაპარაკი ზედმეტი ან მე მგონი თუ არ ვცდები ბათუმში ხმოვანდება კიდე ცხადება გაჩერებები სხვაგან არსად ხალხნო ანუ არც ერთ სხვა დიდ ქალაქში სადაც გვაქვს თქვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს არ ხდება, ну, სავარაუდოდ ცდილობენ, მუშაობენ, ანუ აქტივისტები ამაზე, მაგრამ ვერ მივაღწიეთ ამ ამბავს და მეორე თემა კიდე თქვენ კითხვას მინდა გავაგრძელო. პასუხი რომ აი რომ უსინათლო მან სხვა შეშრომა პირმა რომ ქალაქში გაიაროს რამდენად შესაძლებელია.
ამისთვის საჭიროა გარდა იმისა, რომ დამხმარე საშუალებები გვჭირდება სწორი, ხო, ანუ იქნება ეს თქვა ხელჯოხი, რომელიც უნდა ავირჩიოთ შესაბამისი სიგრძის, შესაბამისი დაბოლოებით დამოკიდებული ანუ ჩვენ ცხოვრების წესზე, იმიტომ რომ ქვაფენილს მაგალითად სხვა ტიპის დაბოლოება შეიძლება უფრო მჭირდებოდა ეს თქვა ბალახზე სასიარულოდ, სხვა ასფალტზე, სხვა ან იგივე თქვა ეტლები ხო ანუ სამწუხაროდ სახელმწიფო პროგრამით ხა გიგა უფრო დეტალურად ისაუბრებს ამაზე თუ რაღაცა რომ ანუ სახელმწიფო პროგრამით უზრუნველყოფილი ეტლები ძალიან ბევრის გამსმენია რომ უჭირთ ამ ეტლებში ჯდომა უჩინდებათ ნაწოლები ბევრი საჭიროებებზე არ არის მორგებული ანუ ეს არის კიდევ ერთი და მესამე არის სწავლება ანუ მე მაგალითად აი ვიღაცამ ხო ანუ აი დაკარგა მხედველობა ზრდასრულ ასაკში ან თუნდაც აი დაამთავრა უსინათლოთა სკოლა ან სხვა ნებისმიერ სკოლა გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად არ არის სერვისი რომელიც მას ასწავლის ხელთავიდან როგორ უნდა გაიაროს თქვა ხელჯოხით როგორ უნდა მოამზადოს საჭმელი დაალაგოს სახლი რავი ანუ ნებისმიერი სხვა რავი იყიდოს პროდუქტები ამას თუ ადამიანები ვერ ისწავლიან და არ ისწავლიან ნუ ფსიქოლოგიური მზაობაზე ზედმეტი მაქვს ლაპარაკი რომ რა თქმა უნდა ამ დროს როცა ადამიანი მით უმეტეს ასაკში ხდება შემოპირი მას ფსიქიკური და ფსიქოლოგიური დახმარება აუცილებლად ჭირდება იმისთვის რომ მან გაიაზროს რომ შემდეგ ისევ შეძლებს ფუნქციონირებას და ცხოვრებას, ხო? და ეს ყველაფერი, როდესაც არ არის, ის ადამიანი რჩება ვიღებთ ადამიანს, რომელიც არის ბოლომდე დამოკიდებული სხვათა დახმარებაზე, არის უფრო მოწყვლადი შესაბამისად ძალადობის მიმართ, ნებისმიერი იძულების მიმართ და ასევე სახელმწიფოს სერვისებზე, ხო, ვთქვათ, პერსონალური ასისტენტის, ანუ დამხმარის სერვისზე. აქედან ვიღებთ იმას, რომ გვაქვს ძალიან დიდი რიგები დღეს პერსონალური ასისტენტის მომლოდინეთა რიგები, იმიტომ რომ ანუ ადამიანებს დამოუკიდებლად უჭირთ რა დამოუკიდებლობა, რომ არავინ არ ასწავლა თავის დროზე. შესაბამისად, ამას ვერ უმკლავდება სახელმწიფო, მე უნდა, ესე იგი, შეამცირონ რაღაც კრიტერიუმები და წესონ, რომ ვიღაცას ეკუთვნის, ვიღაცას არ ეკუთვნის, მე იქ შეიძლება ნაცნობობა დაიწყოს, მე შეიძლება რაღაცა სხვა ტიპის არასწორი კრიტერიუმებით, ავიცი, დაიწყონ ადამიანების შერჩევა, თუნდაც პოლიტიკური ნიშნით, თუნდაც ნაცნობობით, თუნდაც ქრთამებით და ანუ ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ ესე, როდესაც სერვისები არ გვაქვს მრავალფეროვანი და სხვადასხვა გარემოებაზე გათვალისწინებული. კი ბატონო, და ცოტა დრო დაგვრჩა და გიგა შეჯამების კუთხით რომ წავიდეთ, გარკვეულწილად რა მდგომარეობაში ვართ ამ ნაწილში, ამაზე კი ისაუბრეთ, მაგრამ შეჯამების კუთხით და გამოსავლის გარკვეულწილად გზებზე და ამით დავსრულოთ. ხო, რა მდგომარეობაში ვართ, მაგას ორი ციფრით რო შევეხოთ, კიდე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა ჩვენი რეალობაში არსებულ ქვეყანაში, სადაც საერთაშორისო დასავლური ქვეყნების გულისხმობა ამ შემთხვევაში მხარდაჭერა როგორც ფინანსური, ისე კვალიფიციური, ცოდნით და ფიზიკური ჩართულობით იმდენად დიდი იყო, რომ ბევრად წინ უნდა ვიყოთ, ვიდრე დღეს ჩვენ ვართ, იმიტომ რომ იმ განვითარებული ქვეყნების მაგალითები გვაქვს ხელის გულზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არ ვიცი, ჩვენი დონის პრობლემებზე მრავალი წელია უკვე საერთოდ აღარ საუბრობენ, სადაც დასაქმება, გადაადგილება, დამოუკიდებელი ცხოვრება და ასე შემდეგ, ჩვეულებრივი სტანდარტული მდგომარეობა, ყოფითი მდგომარეობა, ისე რომ არც ჭირდებათ მათზე რაიმე ზედმეტი ხაზგასმა და ზედმეტად საუბარი. ხო, ჩვენთან გამოსავალი რა შეიძლება იყოს არ ვიცი, ბოლო ამბებმა, ბოლო 1 წლის და ცოტა მეტის კიდევ ამბებმა საერთოდ ჩვენი მთავრობის საქართველოს მმართველი პარტიის სახე გამოაჩინა, მისი წევრების სახე გამოაჩინა ბოლომდე არა მარტო შეშემპირების, ზოგადად საზოგადოების მისამართი თუ რა დამოკიდებულება აქვს მათ ჩვენი საზოგადოების წევრების მიმართ, ინდივიდების მიმართ, ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და რაღაცა ხარისხიან ცხოვრებას ვითხოვთ, ხო? ამიტომ არ ვიცი დღეს გამოსავალზე საუბარი ცოტა აქედან გამომდინარე მიჭირს, ანუ მექანიზმი არის ის, რომ ვიმუშაოთ კვალიფიციურ ხალხთან ერთად, ვიმუშაოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გამოცდილება აქვს, ვისწავლოთ იმ მათგან, ვინც უკვე შექმნა, სადაც ვიცით, რომ აი ეს სისტემები გაიტესტა და
გაამართლა და იქ ადამიანების ზოგადად შეშემპირების და სხვების ცხოვრების ხარისხი და ბედნიერების ხარისხი არის ბევრად დიდი ვიდრე საქართველოში და მიუყვეთ მათ რჩევებსა და გამოცდილებებს და განვლილ გზას. ეს არის გამოსავალი. საქართველოში ხო მაგ გზაზე რო გადავიდეთ, სხვა ტიპის გამოსავალი არის ჯერ გასაკეთებელი და შემდეგ უკვე და აქვე ვიტყვი რომ ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ დაბრუნდეს შეშემო თემის და გეტყვით მაგალითს. აი დღეს გავიგეთ რომ გადაერქვა სახელი უსინათლოთა სკოლის მიმდებარედ ავტობუსის გაჩერებას, ანუ იყო გუთნის ქუჩა ერქვა და ეხლა გადაერქვა უკვე 202 უსინათლოთა და მცირემხედველთა საჯარო სკოლა, რაც არის ძალიან კარგი. მაგრამ ნახეთ, ანუ თავის დროზევე, როდესაც დაიწყო, როცა დაერქვა ხო გაჩერებებს სახელწოდებები, როცა მიენიჭა, ხომ შეიძლებოდა მაშინ ჩვენ საკრებულოს დონეზე რო ყოფილიყავით ჩართულები ამ გაჩერებების სახელწოდებების პრინციპების შემუშავებაში, რაღაცების შემუშავებაში, ჩვენ, ანუ მაგალითად მათ შორის ამ საკითხსაც დავსვამდით, რომ კაცო, ხა უსინათლოთა სკოლა არის იქ და დავარქვათ გაჩერებას, რომ გაიგოს ხალხმა, რომ სკოლა არსებობს, თან ინფორმირება მოახდინოთ საზოგადოების და არ იქნებოდა ამისთვის საჭირო რაღაცა ცალკე ღონისძიებების გატარება და თავიდანვე იქნებოდა სწორად ეს გაკეთებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩართულობა ჩვენ. მადლობა ესმა გუმბერიძე, გიგა სოფრომაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა ვსაუბრობდით შეშემო პირების პრობლემაზე ჩვენს ქალაქსა და ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე რა თქმა უნდა ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომელიც ყოველთვის ყურადღებით გვადევნებდა თვალს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რა თქმა უნდა ჩემს გუნდს, რომელიც ბოლო გადაცემაზეც ისევე ენთუზიაზმითა და შემართებით მუშაობდა როგორც პირველ გადაცემაზე. ფაქტორი ამით ასრულებს მუშაობას. გემშვიდობებით, შეხვდებით სხვა დროს, სხვა ფორმატში, ნახვამდის.